გამოვაცხოთ მარტივი, ფუმფულა და უგემრიელესი პასკა, რომელიც ყველას გამოგივათ. მომზადებაში არაფერი არ არის განსაკუთრებული. აქ მაქვს მე 12 კვერცხის გული, 12 კვერცხის ცილა, წიგმარილთან ერთად. აქ 5 სუფრის კოვზი, მშრალი საფუარი, 1 ლიტრი რძე, 300 გრამი შავი ქიშმიში, 150 გრამი ცუკატი, მარგარინი ონა 2 ცალი, შაქარი კილო ნახევარი და უმაღლესი ხარისხის ფქვილი ნუზლი, რომლითაც ყოველთვის საუკეთესო პასკა გამოდის. ასევე სუნელები, მიხაკდარიჩინი, მუსკატის კაკალი, ილი, ეს ყველაფერი ჩვენი გემოვნების მიხედვით. ჩვეულებრივი წესით ვზელავ ცომს, პირველად ვამზადებ ხაჟს და საღამოს გვიან ვზელავ. დილით უკვე სჭირდება სუნელების ჩამატება, ასევე ქიშმიში და ცუკატი და ვზელ ხელით. წინასწარ მომზადებული მაქვს ფორთოხლის ზეთი, რომლის რეცეპტსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. აქ რეცეპტში აუცილებლად სჭირდება 200 გრამი ფორთოხლის ზეთიც ცომში ჩასამატებლად. პასკის ცომს აუცილებელია შევუქმნათ თბილი გარემო და სჭირდება რამდენიმეჯერ ჩაზელვა ზეთიანი ხელით, რადგან უფრო სასიამოვნო და კარგი ცომი გამოვიდეს. ჯერ ასე ჩავაზელ ჩვეულებრივ ზეთიანი ხელით, შემდეგ უკვე გადმომაქვს გვერდებიდან და ვზელ ისე, რომ ყველგან თანაბრად განაწილდეს ცუკატები და ქიშმიში. ეს პროცესი მოიცავს სულ რამდენიმე წუთს. ამის შემდეგ ისევ დავაფარებთ ზემოდან თბილად და დავდგავ თბილ ადგილას, რადგან ერთხელ კიდევ ამოფუვდეს და ამოვიდეს. ცომში შეურიე 1 ჩაის კოვზი კურკუმაც ფერისთვის, ასევე აძლევს საოცარ არომატსაც. ამის მერე უკვე ამოვიღე ყალიბებში გუნდები, ალბათ დაახლოებით ყალიბის 1/4 შეივსო ცომით. გადავაფარე ზემოდან თბილად და ვადროვე, რომ ცოტათი მაინც ამოსულიყო ზომაში. ზოგადად მე არასდროს ვაკეთებ ისე, რომ ბოლომდე ამოვიდეს ცომი, რადგანაც გამოცხობის დროსაც ამოდის. და არ ვთვლი საჭიროთ, რომ თავიდანვე იყოს სავსე, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება ცომი გადმოვიდეს. ამ პროპორციებით გამოვიდა 14 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის პასკა. ღუმელი გავახურე, რა თქმა უნდა, 200 გრადუსზე, თავდაპირველად 200 გრადუსზე, შემდეგ უკვე როცა უნდა დამეწყო ცხობა, დაუწიე 160 გრადუსამდე
მხოლოდ ქვედა წვით. ცხობას დასჭირდა 1 საათი. 50 წუთის შემდეგ ჩაურთე ზედა წვაც, რადგან ზედაპირიც კარგად გამომშრალი იყო. ამის მერე უკვე ვალაგებ უკვე დარჩენილ გამოსაცხობ ფორმებს, რომლებიც თანდათან ამოდის ყალიბში, მაგრამ როგორც წეყან თქვის, საჭიროდ არ ჩავთვალე ბოლომდე ამოსულიყო. ეს მოითხოვს ძალიან დიდ დროსაც და არის რისკი იმისი, რომ ცომი გადმოიღვაროს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის შედარებით მსუბუქი ცომი. არ არის მძიმე, მაგრამ არის ზომიერად ნოტიო და ძალიან სასიამოვნო ტექსტურის. ორმოცდაათი წუთის გასვლის შემდეგ უკვე თამამად შეგვიძლია ვნახოთ, უკვე აღარ ჩავარდება და არავითარი საფრთხე აღარ ემუქრება პასკებს. იმიტომ რომ თითქმის გამომწვარია, უბრალოდ აკლია ზემოთა ნაწილის კარგად გამოცხობა. უკვე ზედა ნაწილიც კარგად დაიბრაცა. ამ შემთხვევაში ჩხირით ნახვაც კი არ სჭირდება. მთლიანად ვიცი, რომ გამომწვარია შუაგულიც და გვერდებიც. დაუფინე ჟარონაზე ორი პირი ფოლგა, ალუმინის ფოლგა, რომლის წყალობითაც ძირები არ იწვება. მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სურნელი ტრიალებს სამზარეულოში. ეს სუნელებიც აქვს ზომიერად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დიდი რაოდენობით და უზომოდ მძაფრი სუნი არ არის საჭირო. როგორც გითხარით, ცომი არის საკმაოდ რბილი, საკმაოდ ფაფუკი და ამ მეთოდით გამოცხობით არ ჩავარდება, არ ფუჭდება. აი ეს უკვე არის ქაღალდის შემოცლილი პასკა, რომელიც გავჭერი და დავაგემოვნე. მინდა გითხრათ, რომ უზომოდ გემრიელია. არის ზომიერად ნოტიო, ეტყობა სიტკბოც, აქვს კურკუმას დამსახურებით სასიამოვნო ყვითელი ფერი. და არის ფაფუკი. ამ შემთხვევაში ფორთოხლის ზეთის წყალობით მძაფრად ისმის ფორთოხლის სასიამოვნო სურნელი. იგრძნობა, რადგან მართლაც განუმეორებელ გემოს და არომატს აძლევს ფორთოხალი. მოამზადეთ თქვენს, გემრიელად მიირთვით, მრავალ აღდგომას დაესწარით, თუ მოგეწონა